ჩანასახის პერიოდში ყალიბდება გარკვეული რიტმი და ამ რიტმს ეძახიან მოტილობას. Ოდესაც ყველა ორგანოს თავისი ესეთი ხევითი მცირე მოძრაობა, მცირე ტრაექტორის მოძრაობა თითქმის შეუმჩნეველი. და ოსტეოპათი ამ პარამეტრებს, ხო ვთქვით რომ ბიომექანიკაზე, ანატომიაზე, მოძრაობაზე, ამ პარამეტრებს აფასებს თავისი ხელით. თუკი მან მოусმინა ხელით და ორგანოს აქვს შეზღუდული მოძრაობა, თუნდაც სუნთქვის დროს, ჩასუნთქვა მოსუნთქვის დროს, აქ შეზღუდულია მოძრაობა და ადრე თუ გვიან ეს შეზღუდული მოძრაობა მიიყვანს ფუნქციონალურობამდე ორგანოსი. და მერე შეიძლება გადავიდეს სტრუქტურაზე და გარკვეული ჩივლები გამოიწვიოს ძვალსახსროვანი სისტემის მხრიდანაც. რა ტიპის დაავადებების და რა ტიპის დარღვევების დროს შეიძლება მიმართოთ ოსტეოპათს? აი ეს როგორ მოგესალმებით, ვაგრძელებთ პოდკასტების ციკლს ჰარმონია გზაშემეცნებისკენ, რომელიც ეძღვნება სამყაროს ცნობისა და თვითშემეცნების საკითხებს. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ, რადგან აქ სტუმრებთან ერთად გთავაზობ თანამედროვე და უსაფრთხო მეთოდებს, როგორ დავადგეთ ფიზიკური, ემოციური და მენტალური გაჯანსაღების გზას. დღეს ჩვენი სტუმარია გიორგი აფრიამაშვილი, ექიმი ოსტეოპათი, რეფლექსოთერაპევტი, კავკასიური იოგას ექსპერტი. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით. და უნდა ვისაუბროთ ისეთ საინტერესო მიმართულებაზე მედიცინაში, როგორიც არის ოსტეოპათია. პირველი შეკითხვა ასეთი მექნება, რას გულისხმობს თავად ეს მიმართულება და რა ისტორია აქვს? ოსტეოპათია ეს არის მანუალური მედიცინის დარგი, რომლის სათავეებიც იწყება ამერიკიდან. თვითონ სახელწოდებიდან გამომდინარე. რა არის მანუალური მედიცინა? ეს არის მედიცინის ის მიმართულება, სადაც ადამიანი თავისი ხელით ასრულებს ამა თუ იმ თერაპიულ ზემოქმედებას ადამიანის ხელს. ესე იგი, ოსტეოპათია უფრო მარტივად ეს არის მანუალური თერაპია და ახლა გავავცოთ რას ნიშნავს ოსტეოპათია და როგორი მანუალური თერაპია არის. საფუძვლები ოსტეოპათიას ჩაეყარა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მისი ავტორი არის ენდრიუ ტეილორ სტილი, სამხედრო ქირურგი და ინჟინერი. შემდგომში მან თავისი კერძო სკოლა შექმნა და ნელ-ნელა ამ კონტინენტზე ოსტეოპათიის სახელით გადმოვიდა და გავრცელდა ოსაბჭოურ სივრცეში, შემოდის უკვე მე-20 საუკუნის 90-იან წლებში. ოღონდ უფრო შეკვეცილი ვარიანტით. ოსტეოპათია, როგორც მისი, ასე ვთქვათ, მიმდევრები, განმარტავენ, ეს არის ჰოლისტიკური მანუალური მედიცინა. რას ნიშნავს, რომ სხეული ორგანიზმი არის ერთი მთლიანი და ერთ კონკრეტულ ადგილში გარკვეული ცვლილება გამოიწვევს ჯაჭვურ ცვლილებას სხვაგან. ამიტომ ისინი განიხილავენ ორგანიზმს როგორც ერთ მთლიანს და ცდილობენ, რომ ეს კონცეფცია, ჰოლისტიკური კონცეფცია არ დაარღვიო. და თვითონ ჰოლისტიკური კონცეფციაც რო გითხრა რა არის? ეს არის თლიანი, როდესაც ჰოლისტიკური რას ნიშნავს? როდესაც მე განვიხილავ ორგანიზმს თლიანს და მე არ ვარ მაგალითად არ განვიხილავ პათოლოგიას როგორც მარტო ხელფურცხვრის მაგალითად განხრივ, ან მარტო შარსხასხის არამედ როგორც მთლიანად ორგანიზმის დაზიანებას. თუ რაიმე პრობლემა მაქვს მაგალითად შარსხასხის სისტემაში, ეს აუცილებლად შეიძლება აისახოს ძვალსახსროვან სისტემაში. და საინტერესო რა არის, ოსტეოპათია შედის სისტემაში ძვალსახსროვანი სისტემიდან. ოსტეოს ნიშნავს ძვალს, პათიას პათოლოგიას და ანუ ესე ვთქვათ, შემავკარიბჭე ოსტეოპათებისთვის ეს არის ჯერ ძვალსახსროვანი სისტემა და მე უკვე სხვა სისტემებზეც ზემოქმედებენ. და ამას ჩავშლით მე. და თქვენ ახსენეთ ახლა მანუალური თერაპია და ესე იგი ოსტეოპათია, ეს არის მანუალური თერაპიის ერთ-ერთი განხრა, როგორც მანუალური თერაპია იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენში არის მოსახლეობა წარმოიდგენს, მანუალური თერაპიის ნაწილი ოსტეოპათიის, იმიტომ რომ ის უფრო კონცეფციით უფრო ჰოლისტიკური, უფრო მთლიანია, მანუალური თერაპია ეს მარტო ძვალსახსროვანი სისტემაა. და მაშინ ახლა უნდა ჩავშალოთ, ხო რა და როგორ არის. ენდრიუ სტილს რომ გაუჩნდა მოწაფეები, რა თქმა უნდა, მერე დაიწყო მისი, ასე ვთქვათ, კარგი აქტიური განვითარება ოსტეოპათიის და ყველა მოწაფემ თავისი წვლილი შემოიტანა და ჩამოყალიბდა მერე კრანიოსაკრალური ოსტეოპათია, ვისცერალური ოსტეოპათია და ასე შემდეგ. სანამ ჩავშლით, ვიტყვით, რომ რა თქმა უნდა, მანუალური თერაპია საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.
ძველ ბერძნეთში ამიტომ დავსვი მე ეს შეკითხვა რომ აი თუ თქვა 90-იანი წლებიდან მოდის ოსტეოპათია როგორც ესეთი საბჭოურ სივრცეში ხო მაგრამ აი მანამდე მანუალური თერაპია ჩვენ ვიცოდით რომ ასეთი მეთოდი არსებობს გასწორებები არსებობს მაგრამ როგორც ოსტეოპათია მიმართულება მედიცინის ამერიკის კონტინენტიდან იწყება მე-19 როგორც ვახსენე მე-19 საუკუნის შუა ნახევრიდან. რა დარგები არსებობს ოსტეოპათიაში? ეს არის კრანიოსაკრალური და განმარტოთ. ეს არის მიდგომა, როდესაც მე მოქმედებ თავის ქალა სტრუქტურებზე და გავის ძვალს. არის კიდე შემდეგი ბლოკი ეს არის ვისცერალური ოსტეოპათია, ანუ ვისცერალური ოსტეოპათიური მანუალური მედიცინა. რას ნიშნავს? ვისცერო ეს არის შინაგანი ორგანოები და მე ხელით ზემოქმედებ შინაგან ორგანოებს, გარედან. და არის კიდევ სტრუქტურალური მანუალური თერაპია, ანუ სტრუქტურალური ოსტეოპათიური მანუალური მედიცინა. ეს არის, როდესაც მე მოქმედებ ძვალსახსროვან სისტემაზე. მოსახლეობაში და ძირითადად გაბატონებულია ოსტეოპათიის როგორც მანუალური თერაპიის კონკრეტულად ძვალსახსროვანი სისტემის თერაპია. და მანუალური თერაპია ძირითადად მანუალური თერაპევტები მოქმედებენ ძვალსახსროვან სისტემაზე. იგივე მიმდინარეობა არსებობს ქიროპრაქტიკები, ისიც სტილის მოწაფე იყო, ეს იყო პალმარი და არ იყო სამედიცინო განათლების და მან სუფთა კომერციული თვალსაზრისით ჩაუშვა ეს პროექტი და მხოლოდ ძვალსახსროვან სისტემაზე ახდენდა მანიპულირებას. ეხა კავშირი რომ მაინტერესებს, აი თავის ქალასა და გავას შორის ფაქტობრივად უზარმაზარი დაშორებაა და აი ეს რა კავშირი არსებობს და რა შემთხვევებში შეიძლება ამ მეთოდით მაგალითად მიმართოთ მკურნალობას. მაგაზე რო გიფოს, ხო მაშინ უნდა ვთქვათ რა კონცეფციებზე დგას ოსტეოპათია. ეს არის სტრუქტურა და ფუნქცია. სტრუქტურის დარღვევა იწვევს ფუნქციის ცვლილებას და თუ კი ფუნქცია მოშლილია, ადრე თუ გვიან გადადის სტრუქტურაზე. დამოკიდებულება აქვს. ეს რას ნიშნავს? თუ კი მე გარკვეული დაზიანება მივიღე მაგალითად ძვალსახსროვან სისტემაზე და გავითვალისწინებ წინა პოდკასტებს თუ დავესესხებით რომ არსებობს ძალიან მჭიდრო ანატომიური რეფლექტორული კავშირი, ადრე თუ გვიან ეს დაზიანება ჯაჭვური რეაქციით აისახება მაგალითად რომელიმე ორგანოს ფუნქციაზე, ან თვითონ კონკრეტული სახსრის ფუნქციასაც. ამ პირიქით თუ კი მოიშალა რომელიმე ორგანოს ფუნქცია, ადრე თუ გვიან მივა თავის მორფოლოგიურ ცვლილებამდე, რაც გამოიწვევს ქსოვილებში გადაძვობას და ქსოვილებით მერე აირეკლება ძვალსახსროვან სისტემას. პასუხი თუ როგორ არის თავის ქალა და გავა ერთმანეთთან კავშირში და რა შუაშია, მათ შორის არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ანატომიური ელემენტი, ეს არის ხერხემალი თავისი თელი სტრუქტურებით, ტვინის მაგარი გარსი, ზურგის ტვინი და მალები. და ერთ ბოლოში ცვლილება ამ ჯაჭვური რეფლექტორული ცვლილებებით აისახება მეორე ბოლოში. ამიტომ ოსტეოპათები, რომლებიც მუშაობენ კრანიოსაკრალური მეთოდით, პირდაპირ მოქმედებენ თავის ქალაზე, გავაზე და ამით ახდენენ კორექტირებას. ეხლა მოდი ვისცერალურზე ვისაუბროთ და აი რო წარმოვიდგინოთ ეს რა ტიპის შეხება, თქვათ გასაგებია რომ გარეგანი შეხება, აბსოლუტურად ესეთი არაინვაზიური, მაგრამ როგორ ხდება უშუალოდ შეხების პროცესი და რას გვაძლევს ეს? ოსტეოპათმა, მანუალურ თერაპევტმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს ანატომია, ტოპოგრაფია, როგორ არის განლაგებული ორგანოები და ბიომექანიკა. სწორედ ამ სამ საფეხურზეა მისი ზემოქმედების პრინციპები. თუ კი მე კარგად ვიცი პროექცია ორგანოსი, მე არა პირდაპირ გარედან ვახდენ მანიპულაციას ორგანოებზე. გასაგებად ვთქვი? კი. ეს არ არის კლასიკური გაგებით მასაჟი, მაგრამ ზემოქმედება გილი, მაგრამ იმავდროულად საკმაოდ ღრმა, რომ მე მოვახდინო ზემოქმედება იმ სტრუქტურებზე, როგორც არის სიძარღვები, ნერვები, რომ შევცვალო ორგანოს ფუნქციონირება და თუ კი შესაძლებელია პოზიციაც. ეს იმ შემთხვევაში თუ კი ორგანოების დაწევა მოხდა. და აი ესეთი ვთქვათ ფიზიკური შეხება ფუნქციის ცვლილებებთან შეიძლება კავშირში იყოს.
ოსტეოპათიას აქვს კიდევ შემდგომი რიტმი. ანუ ოსტეოპათი თავისი ხელებით უსმენს რიტმს. ანუ ჩვენი ხელები როგორც სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალება ხდება და მე როდესაც ვეხები ამასთანავე არსებობს ესე იგი უკვე ჩანასახის პერიოდში ყალიბდება გარკვეული რიტმი და ამ რიტმს ეძახიან მოტილობას. როდესაც ყველა ორგანოს თავისი ესეთი ხევითი მცირე მოძრაობა, მცირე ტრაექტორიის მოძრაობა თითქმის შეუმჩნეველი, მაგრამ არის გარკვეული მოძრაობა არსებობს კიდევ სუნთქვის დროსაც. და ოსტეოპათი ამ პარამეტრებს, ხო ვთქვით რომ ბიომექანიკაზე, ანატომიაზე, მოძრაობაზე, ამ პარამეტრებს აფასებს თავისი ხელით. თუკი მან მოусმინა ხელით და ორგანოს აქვს შეზღუდული მოძრაობა, თუნდაც სუნთქვის დროს, ჩასუნთქვა მოსუნთქვის დროს, ის უკვე დასკვნას აკეთებს, რომ აქ შეზღუდულია მოძრაობა და ადრე თუ გვიან ეს შეზღუდული მოძრაობა მიიყვანს ფუნქციონალურობამდე ორგანოსი. და მერე შეიძლება გადავიდეს სტრუქტურაზე და გარკვეული ჩივლები გამოიწვიოს ძვალსასროლი სისტემის მხრიდანაც. ოსტეოპათები ამას სწავლობენ საკმაოდ ბეჯითად და ეს არ არის ძალიან მოკლე გზა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამ პერცეფციულ, ანუ აღქმით უნარს გარკვეული დრო სჭირდება, რომ ექიმი ოსტეოპათს გააჩნდეს უნარი მოусმინოს ქსოვილებს, ანუ პირდაპირ გაგივთ ჩვენ უსმენთ ქსოვილებს და შევძლოთ აღვიქვათ თუ რა მდგომარეობაშია, დაჭიმულია, გამაგრებულია, მოძრაობა როგორია, არსებობს თუ არა სრიალი ფურცლებს შორის და როგორც კი ამას შეაფასებს, მე აკეთებს უკვე თერაპიულ მოძრაობას. და რა არის თერაპიული მოძრაობა? ოსტეოპათის თვითმიზანია აღადგინოს მოძრაობა იქ, სადაც შეზღუდულია. როგორც კი მოძრაობა აღდგება, სისხლის მეოქცევაც უმჯობესდება და ეს აისახება ფუნქციას და მერე სტრუქტურას. გაჯანსაღებაც მოხდება. იცი რა მეინტერესებს, აი დიაგნოსტიკის ნაწილში ძალიან საინტერესო გამოცდილება მაქვს მე პირადად თქვენთან, აი ამ მეთოდის, რომ შეგიძლიათ ესე იგი ფაქტობრივად მთელი ორგანიზმის და ყველა ორგანოს რაღაც ფუნქციური მდგომარეობა განსაზღვროთ გარკვეული მეთოდებით. აი ამ მეთოდოლოგიაზე რო გვესაუბროთ და ზოგადად რა პრაქტიკა არსებობს და მე ვიცი რომ რაღაც ინდივიდუალური თქვენი მიგნებებიც გაქვთ ამ კუთხით. არსებობს გლობალური კლასიკური მიდგომა ოსტეოპათიაში, როსაც მოსმენა ქვია და ბიომექანიკური ტესტები, რომელიც საკმაოდ რელევანტურია, როცა ვიცით ნორმალურად როგორ მუშაობს სახსარი, ანუ ესა თუ ის სტრუქტურა, მე ვასრულებინებ პაციენტებს მოძრაობას და ვაფასებთ ამპლიტუდას, მოძრაობის ხარისხს და ასე შემდეგ. ეს თვითონ აქტიური ფაზა არის. მეორეა, როდესაც ოსტეოპათი ხელით ეხება და ხო ვთქვით რომ ის ვარჯიშობს რომ მოისმინოს ქსოვილები, უკვე ამ ხელით გრძნობს თუ საითკენ მიჰყავს ამა თუ იმ ქსოვილს ორგანიზმი. ანუ თუ კი რაიმე გადახრა, მისი ხელი აუცილებლად აღიქვამს. და ეს არის მაჩვენებელი, იქ რაღაც ხდება. და მე უკვე მიდის იმ ლოკალურ ადგილზე და ხელით აკეთებს გარკვეულ манипуляციას და კიდევ არის გარკვეული რელევანტური ტესტები. ეს ტესტები გამოიყენება დღესაც ოსტეოპათიაში, მაგრამ მე ჩემს მიერ მოხდა დამუშავება, დამატება და კიდევ უფრო ინფორმაციული გახდა ეს სადიაგნოსტიკო საშუალება. ეს არის ორმაგი ფლექსიური ტესტი ჩემის მიხედვით, ანუ აფრიამაშვილის მიხედვით და რას გვაძლევს? თუკი ვიცით თუ რა კავშირებია სტრუქტურასა და წინა პოდკასტებს თუ დავესესხებით ორგანოებს შორის, ჩვენ ამა თუ იმ პროვოკაციის ენით გავიგებთ რა ხდება ამა თუ იმ სისტემაში. ჭიდრო ანატომიურ ფიზიოლოგიურ რეფლექტორულ კავშირის შედეგად და ბიომექანიკის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ თუ რა ხდება ორგანიზმში. რა თქმა უნდა, უჯრედულ დონეზე ვერ გასვაზღვოთ. ხომ უკვე გვაქვს ინსტრუმენტები მიკროსკოპით, მაგრამ ჩვენ უკვე ვხვდებით იქ რა ხდება და რა უნდა გავაკეთოთ. და ეს იძლევა შედეგად არის საკმაოდ სერიოზულ თერაპევტულ ეფექტს. რა ტიპის დაავადებების და რა ტიპის დარღვევების დროს შეიძლება მიმართოთ ოსტეოპათს? აი ეს როგორ მაშინ ყველაზე აქტუალური დღესდღეობით ახლა ჩემთან ვინც მოდის, ეს არის ძვალსახსროვანი სისტემა, აქედან დაიწყო და მე ჩავშალოთ. ნებისმიერი სახის ტკივილი ძვალსახსროვან სისტემაში ხერხემალი იქნება წელი, კისერი, ნეკნები, სახსრები, მუხლის, ბარძაფის და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენება პირდაპირ ოსტეოპათს მიმართოს. ოსტეოპათი განსაზღვრავს რა ტიპის დარღვევა და თუ კი ჩათვალო ის მის კომპეტენციის მიღმა, გააგზავნის დამატებით კვლევებს და ურჩევს კიდე სხვა სპეციალისტებს.
ეს იქნება თიაქრები, შეზღუდული მოძრაობა სახსრებში, ართროზები, დაწყებით ფაზაში. ანუ რა მინდა ვთქვა, ოსტეოპათია ძალიან კარგად ეხმარება და ეფექტურია, როდესაც ჯერ ფუნქციონალურ შექცევადი პროცესებია. თუ კი შეუქცევადი პროცესებია, მაგალითად კოქსართროზის მესამე, მეოთხე ხარისხი იქ უკვე ოპერაცია ნაჩვენები, მაგრამ ვიდრე ოპერაციამდე მივიდეს ან პაციენტს არ სურს ოპერაციის გაკეთება, აქ უკვე ეხმარება რომ შრომის უნარიანობა შეუნარჩუნოს ან გაუხანგრძლივოს. იგივე ეხება მორთლის სახსრებს, გონართროზით უკვე და სხვადასხვა ტიპის დარღვევებს. ეხლა მე თუ მოქმედებ ძვალსახსრომელ სისტემაზე და ვაუმჯობესებ მოძრაობას ამა თუ იმ სტრუქტურაში, ის იმ რეფლექტორული კავშირით ის აისახება ორგანოებზე. და რა დროს შეიძლება კიდევ მოუმართოს ოსტეოპათთან. თუ კი არის რაიმე ფუნქციონალური აშლილობა შინაგანი ორგანოების მხრიდან. ეს არის გასტრიტები, გასტრიტები გამწვავების ფაზის გარეშე, ანუ როდესაც ჩამცხრალია, ორგანოების დაწევა, მტკივნეული ციკლი, ყაბზობა, ფაღარათობა, ნაღლის ბუშტის დისკინეზიები, სასუნთქი ორგანოების ფუნქციონალური სხვადასხვა აშლილობები, თუ კი არის ასთმა, ჩვენ ვეხმარებით რომ ექსკურსია კიდევ უფრო უკეთესი იყოს და გარკვეული შეგუებითი პროცესები მოუხსნათ. ყელყურცხვირის დაავადების დროს პირდაპირ მოქმედებ ჩვენ პირის ღრუს მეშვეობით სტრუქტურებზე და ძალიან ხშირად კარგი შედეგები გვაქვს, თუნდაც არის ცხვირის გიდის გამრუდება, პოლიპების დროს ვეხმარებით, არის ჩვენება ოპერაციის და არის კორიდორი, სადაც ჩვენ შეგვიძლია კარგი დახმარება გავუწიოთ ცხვირხარხის პრობლემების დროს. ყელყურის დაავადების დროსაც კარგი შედეგები გვაქვს. ანუ ჩვენ მოქმედებთ ყველა ანატომიურ სტრუქტურაზე, რაც რამ არსებობს. კიდევ როდის შეიძლება ოსტეოპათს მიმართოთ, როდესაც თავის ტკივილები, ეს ნევროლოგიაში გადავდივართ. შეგუებითი პროცესები, ქალაში დაწნევის მომატების დროს. კიდევ ჩვენ გვაქვს 12 წყვილი ნერვი, რომელიც თავის ქალიდან გამოდის და ამ ნერვთა დაზიანების დროს ოსტეოპათია არის ძალიან კარგი ჩვენება. სამწუხრა ნერვის ანთების დროს, სახის ნერვის დაზიანების დროს სტომი ნერვი, რომელიც გამოდის თავის ქალიდან და მასზეა დამოკიდებული ფაქტობრივად მთელი შინაგანი ორგანოების ფუნქციონირება. ჩვენ ხელით მოქმედებთ, ეგრეთ წოდებული გამოთავისუფლება ხდება იმ გარკვეული შებოჭვებისაგან და ფიქსირებისაგან და შესაბამისად, თუ კი ჩვენ მიმოქმედებთ იმ ზონაზე, საიდანაც გამოდის სტომი ნერვი, მაშინ მოხდება გაჯანსაღება შინაგანი ორგანოების. ანუ ჩვენ კარგად ვიაზრებთ ანატომიას, ფიზიოლოგიას, რეფლექსოლოგიას და უკვე ვიცით სად უნდა ვიმოქმედოთ. არის ძალიან დიდი პედიატრიაში, თუ კი არის ტანადობის დარღვევა, ორთოპედიაში, ორთოდონტიაში, ანუ ჩვენ სულ ხელით მუშაობთ, რა თქმა უნდა, თუ კი ჩავთვლით რომ საჭიროა მომიჯნავე სპეციალისტებთან ერთად დავეხმაროთ პაციენტს. თუ კი ორთოდონტიაში რაიმე თაკვირვის დარღვევაა, ოსტეოპათიც მუშაობს და მე ვაგზავნოთ ორთოდონტთან. პედიატრთან თუ კი ტანადობის დარღვევაა, ხომ? ვასწრებთ გარკვეულ კორექციას და მე ვაგზავნით ორთოპედთან და გარკვეულ ვარჯიშებსაც ვნიშნავთ. ფეხმძიმეებში დიდი ჩვენება არის. თუ კი ფეხმძიმე ხო რა დააშალა, ხო? ფეხმძიმე უიაზრება ადამიანს, რომელიც თითქოს ძალიან რთულია რაიმე სამყურან მანიპულაციის შესრულება. ოსტეოპათია პირდაპირ ჩვენება წელის ტკივილის დროს, წინამოსამზადებელ პერიოდში, ხო, როდესაც უკვე მშობია, აი წინა პერიოდია და უნდა გაიხსნას ძვლები, ჩვენ ამაში ვეხმარებით. ანუ ძვლების მოძრაობის ხარისხს ვცვლით და მშობიარობის პროცესი საკმაოდ ადვილად მიდის. ასევე მშობიარობის პერიოდში წელის ტკივილის დროს, ზურგის ტკივილის დროს, თავის ტკივილის დროს პირდაპირ ჩვენება ოსტეოპათთან და მშობიარობის შემდგომი პერიოდი. რატომ არის კიდევ ნაჩვენები? მშობიარობის შემდგომ პერიოდში თითქმის რეაბილიტაცია არ ხდება ირაკლი. და მშობიარე ქალი, როგორც კი მშობიარა შემდგომ პერიოდში საკმაოდ მოწყვლად მდგომარეობაშია. ეს 9 თვე ატარებს მუცელს, მისი ბიომექანიკა შეცვლილია, გადახრილია, დადის და როგორც კი მე მშობიარებს ორგანოების უკვე შეცვლილია თავისი პოზიცია, აქვე ჩდება კიდევ ესთეტიური, ხო, კოსმეტიკური პრობლემაც, რომ მუცელი უცებს სწრაფად არ ხდება, ამ ყველაფერში ოსტეოპათია ძალიან კარგად ეხმარება. ძალიან პედიატრიაში, ვისაც ცერებრალური დამბლა აქვს, აუტიზმის დროს,
გარკვეული ფსიქომოტორული ჩამორჩენის დროს ოსტეოპათია კარგი დამხმარე საშუალებაა. იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ მუშაობთ თავის ქალაზე, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვერ ზემოქმედებთ ტვინის ქსოვილზე, მაგრამ გარედან ვიცით რა სტრუქტურებზე უნდა ვიმოქმედოთ და გაუუმჯობესოთ ნერვული ქსოვილის მუშაობა. აი კიდევ ასეთი შეკითხვა მაქვს, ჩვენი ცხოვრების რეჟიმი და სტილი თანამედროვე ძალიან არის არა ესე იგი ფიზიკურად მაქსიმალურად შეზღუდულები ვართ, ძირითადად ხედვართ, ან ერთ ადგილზე ვიმყოფებით და ვითარდება სხვადასხვა ტიპის წელის ტკივილები, მხრების ტკივილები, ვთქვათ, კისრის არეში ტკივილები. აი ასეთი ტკივილების დროს გასაგებია რომ გამოვლენილი არ არის, ამას გულისხმობ, რომ იქ არ არის ვთქვათ კონკრეტული თიაქ არის ან მალების და მაგრამ აი ესეთი ტიპის ტკივილების დროს რამდენად რეკომენდირებულია პროფილაქტიკური და ამ ტკივილების კუპირებისთვის მიმართოთ ოსტეოპათს. ჩვენი კითხვა. პირდაპირ ჩვენება და რატომ? თუ კი ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა თავისი ცხოვრების ნირიდან გამომდინარე, რაიმე მოძრაობითი აქტივობა ეწეოდეს, მაშინ ოსტეოპათია არის ძალიან კარგი გამოსავალი. თავი ეს არ არის ხშირად, ყოველდღიურ ჩარევას ამინდა აღნიშნო, რომ ოსტეოპათიური ჩარევა არ ხდება ყოველდღიურად. ამიტომ ეს ძალიან კარგია დროის თვალსაზრისითაც, რომ ადამიანმა დაგეგმოს და კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ, თუ კი არ არის ძალიან მწვავე ჩივილები, მიმართოს პროფილაქტიკისთვის, რომ არ გაურთულდეს თავისი ცხოვრების ნირიდან ესა თუ ის მდგომარეობა. და შესაბამისად, აი ამ ტკივილების მოხსნა და თქვა ამ მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელია. და მე სადაც მუშაობდი იმ ქვეყანაში, თითქმის პაციენტების ასე ვთქვათ 70% პროფილაქტიკურ, როგორც კი რაიმე ჩივილი უჩნდება და არ მიხავს გართულებამდე, მოდის ეს უფრო იაფით ჩნდება და უფრო ეფექტურიცაა, ვიდრე გართულებულ მდგომარეობაში ჩარევა. გასაგებია. ეხლა მე მაინტერესებს საქართველოში რამდენად გავრცელებულია, ვთქვათ, ეს მეთოდი და მაგალითად ჩვენმა დაინტერესებულმა მაყურებელმა ვის შეიძლება ასეთ დროს მიმართოს, სად მოგმართოთ თქვენ? კიდევ უნდა აღნიშნო, გრიგ ქვეყნებში ოსტეოპათია არის სამედიცინო სპეციალობა. რიგ ქვეყნებში ეს არის პარამედიცინა. როგორც არის რეალური სურათი. და მე ექიმი გახლავართ, ჩემი კოლეგაც ექიმია, მარი და ჩვენ გვაქვს ჩვენი ცენტრი ოსტეოპათიური, სადაც ოსტეოპათიური განხრით ვიღებთ პაციენტებს. ეს სახელიც ვთქვათ კლინიკის, ეს ქვია იომედი, ამასთანავე მე მუშაობ კიდე ჰარმონიაში, ჩვენ ერთ სივრცეში ვართ და თუ კი ადამიანს დასჭირდა ოსტეოპათის, ანუ მანუალურ თერაპევტის დახმარება, შეგიძლიათ მოგმართოთ კლინიკა იომედში ან ჰარმონიაში. საიდან მოდის ეს სახელი, ესაც ვთქვათ? იომედი ეს არის შემოკლებული აბრევიატურა ინტეგრაციული და ოსტეოპათიური მედიცინის ცენტრი. რატომ ინტეგრაციული? ჩვენ შევაერთეთ სხვადასხვა მიმართულებები, რეფლექსოთერაპია, აქ სუნთქვითი ვარჯიშები, აქ ოსტეოპათია და რადგან არის ეს გაერთიანებული, იმიტომ დავარქვით ინტეგრაციული. და ყველაზე მეტად, აი ხა ესეც მაინტერესებს, რა ჩივილებით მოგმართავენ ხოლმე? წელის ტკივილი ეს არის საკმაოდ სერიოზული სოციალური პრობლემა, საკმაოდ სერიოზული. თანცვედის ცვეთის ხარისხი ჩვენ ქვეყანაში ძალიან მაღალია. ამიტომ პირველ ადგილზე დგას წელის ტკივილი. მერე უკვე მოდის სახსრების ტკივილი. მესამე ადგილზეა თავის ტკივილი და სხვადასხვა უკვე ფუნქციური აშლილობა შინაგანი ორგანოების მხრივ. ეს იქნება ციკლის დარღვევა თუ სხვადასხვა ჩივილები კუჭნაცლავის მხრიდან. მაგრამ პირველი ადგილი ეს არის წელის ტკივილი ყველაზე გავრცელებული. და ეს ძალიან საინტერესო რომ ადრე თითქოს არ იყო ასე და ცხოვრების ნირმა, კვებამ, ეკოლოგიამ გამოიწვია დაჩქარება, ახალ გაზრდებს უკვე ისეთი ცვლილებები აქვთ, რომ მე გაკვირვებული ვარ. 20-21 წლის ახალგაზრდებს უკვე საკმაოდ სერიოზული მორფოლოგიური ცვლილებები აქვთ, რაც უკვე ხშირად მიდის ხანდახან ქირურგიულ ჩარევამდეც კი. ეს კატასტროფა, მე ვამბობ, რომ საკმაოდ სერიოზული ეკონომიური ზიანიც კი არის, როგორც კონკრეტული ოჯახისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, რომ წელის ტკივილი ჩივლებიდან გამოდის პირველ ადგილზე. ესე იგი მაქსიმალურად სასურველია ფიზიკური აქტივობა, დანერგოთ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ წესრიგში. აუცილებლად.
გიორგი, კიდევ მაინტერესებს ასეთი საკითხი, თუ არსებობს ისეთი წინაპირობები, გულისხმობ უკუჩვენებებს, როდესაც ოსტეოპათთან შეიძლება ვერ მიხვიდე, ან არ უნდა მიხვიდე. პირველი ეს არის სიცხე. ანუ რაიმე ინფექციური ან არაინფექციური დაავადებით ხო შეიძლება იყოს გამოწვეული მაღალი ტემპერატურა. შეიძლება იყოს სისტემური დაავადები, ხო, მაგალითად რევმატიული ართრიტი და ასე შემდეგ. გამწვავების ფაზაში არ შეიძლება. კიდევ ონკოლოგია უკუჩვენება, მაგრამ თუ კი გამოწვეულია ონკოლოგიით დაავადებულ ადამიანს წელის ტკივა, ეს არ არის საბაბი რომ არ მიმართო. წელის ტკივილთან ჩვენ შეგვიძლია და თუ მექანიკური მიზეზია, გავართოთ თავი, რა თქმა უნდა, ონკოლოგია ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთ, მაგრამ გარკვეული ასე ვთქვათ, შეზღუდული ჩვენება აქვს. რა შემთხვევაში კიდევ არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ფსიქიატრიული აშლილობა, გამწვავების ფაზაში და მოტეხილობა, ტრავმა, გადაუდებელი მდგომარეობა, ხო ჩვენ ოსტეოპათებთ ვერანაირ ჩარევას ვერ მოვახდენთ. გასაგებია და აი გვერდითი მოვლენები თუ არის ხოლმე და ძირითადად რა სახის გვერდითი მოვლენები? გვერდითი მოვლენები ეს არის, ასე ვთქვათ, დამახასიათებელი სეანსის შემდეგ 2-3 დღიანი შეიძლება გამწვავება იყოს. რადგან ჩვენ ხელს ვახლებთ ორგანიზმს, უჯრედშორის დაჩალაგებული ეს თოქსინები იწყებს რა გამოსვლას სისხლში, აი ეს სიცხე ტემპერატურა შეიძლება მოუმატოს. 2-3 დღე შეიძლება იყოს მსგავსი შივილები. ტემპერატურის მომატება, დაღლილობის შეგრძნება, თითქოს მანქანა გადავტვირთე ხო ან რაღაც უენერგიობა და ტკივილები. 3 დღე ჩვენ ვაფრთხილებთ რომ შეიძლება გაგიმწვავდეს და საშიში ამაში არაფერი არ არის. ხო, პრინციპში ეს არის დროებითი მოვლენა, რომელიც სინამდვილეში ასახავს იმას, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მე როგორც მივხვდი. თუ ქრონიკული, ასე ვთქვათ, დიდი ხნის ქრონიკული მდგომარეობა, ესეთი გამწვავება ძალიან ხშირად თან ახლავს. ესე იგი, იონეთში მე როგორც მივხვდი, შეუძლია მოვიდეს ნებისმიერ ადამიანს, თუ ძირითადი რაც არის შეზღუდვა, რომ არ კონდეს ანთებითი პროცესის გამწვავება მწვავე ფაზაში. ხო, აი ამ მწვავე ფაზაში. ოღონდ გამონაკლისია წელის ტკივილი. ეს არის მწვავე ფაზა. მაგრამ ხო, ამ ტკივილი ამ სიცხე არ უნდა კონდეს თან, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცი ტემპერატურა რით არის გამოწვეული, ხო? თუ ის ინფექციითაა, ჩვენ მაშინ აქ უძლური ვარ და ჯერ ვურჩევთ რომ ინფექციას მიხედოს და მერე მოვბრძანდეს ჩვენთან. ეხლა მოდი ასეთ საკითხსაც მაგრამ შევეხებოთ ძვალსახსრომო სისტემას ზუსტად რომ წავენ მდგომარეობაში მოდი განსაცდელში მოდი. ეხლა მოდი ასეთ საკითხს შევეხოთ, როგორიც არის ტკივილის მედიკამენტური, ანუ ტაბლეტებით მკურნალობა და ოსტეოპათთან მისვლა. რა განსხვავებაა? რაცაც უყურებ არ ვიცი ახლა როგორ გავაჟღერო. რა თქმა უნდა, ოსტეოპათები ჩვენ ვართ ექიმები და ჩვენ ყველა მეთოდს ვიყენებთ, რომელიც მიმართულია პაციენტის სააკეთილდღეოდ. ამიტომ ჩვენ ვნიშნავთ წამლებს, მაგრამ რა განსხვავებაა? თუ კი ტკივილი განპირობებულია ოსტეოპათიური დარღვევით, ეს შეიძლება იყოს ბიომექანიკური, ან სტრუქტურული, ან ფუნქციური, მაშინ ჯობია პაციენტი მოვიდეს დიაგნოსტირება გაიაროს და დაადგინოს, იქნება და ძალიან ხშირად რომ სწორედ ამაშია მიზეზი, ოსტეოპათიურ ჩარჩოში ჯდება ტკივილები ძვალსახსრომის მხრიდან 70-80% და მოახდინოს ოსტეოპათიური კორექცია, ვიდრე წამლები მიიღოს ტკივილ გამაყუჩებელი. რა თქმა უნდა, ტკივილ გამაყუჩებელებს ჩვენს ვინოშნავთ, მაგრამ თუ კი მიზეზი სხვა სიფრთხეშია, ის შედეგს არ გამოიღებს. ანუ წამალში უბრალოდ ტკივილი გააყუჩოს, მაგრამ ვერ მოხსნას პრობლემას ვერ აგვარებს ის. მაგრამ არის მდგომარეობები, როცა ჩვენი ჩარევაც კი უძლურია. და თუ კი ჩივილებით მოვიდა, ხო პირდაპირ ჩვენება ტკივილები ძვალსახსრომაში, ჩვენ ვუნიშნავთ მე სწორ გამოკვლევას და ამ შემთხვევაში ვამბობთ თქვენი სიარული ოსტეოპათთან არამიზანში წუნიმდრეთ თქვენი პრობლემა, მაგალითად ოსტეოპოროზის შემთხვევაში, რაც ძალიან ხშირია და მოხშირდა არის სხვა სიფრთხეში. ამ შემთხვევაში კვლევა გვეხმარება და აქ უკვე მედიკამენტოზური ჩარევა უკვე უფრო მართებული. გასაგებია. აი სარეაბილიტაციო ნაწილში რამდენად რეკომენდებულია ასეთი ტიპის ჩარევები? ნებისმიერი ტრავმა, ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ეს იქნება ძვალსახსრომო სისტემაზე ქირურგიული ჩარევა თუ შინაგან ორგანოებზე,
ორგანიზმის შეყავს საკმაოდ ესეთ არაფუნქციურ მდგომარეობაში. რეაბილიტაცია დღესდღეობით ბევრ ქვეყანაში მოიკონჭრებს. კი ჩატარდა გარკვეული ოპერაცია, გარკვეული პროცედურა, ტრავმა მიიღო, რაღაცა ხო, გადაუდებელი დახმარება ჩაიტარა, მაგრამ შემდგომი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდში ოსტეოპათიას ძალიან დიდი როლი უკავია და რატომ? ის პირდაპირ მუშაობს იმ შეზღუდული ფუნქციის აღდგენისთვის. ეს იქნება ძვალსახშოვანი სისტემა თუ რაიმე ჩარევა შინაგანი ორგანოების მხრივ. დღესდღეობით საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ხომ ინტოქსიკაცია და ინტოქსიკაციის შედეგად, არა მარტო ინტოქსიკაციის ქრონიკული, არა ინფექციური და ინფექციური დაავადების შედეგად ქრონიკული დაღლილობა. აი ოსტეოპათია იმ კატეგორიის პაციენტებში, ვისაც აქვს ემოციური, ფსიქოემოციური გამოფიტვა და ქრონიკული დაღლილობა ძალიან კარგი ჩვენებაა. იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ისეთ სტრუქტურებზე, რომ თერაპიის შედეგად მე ხდება ცვლილებები მეტაბოლურ დონეზეც და ადამიანი გამოდის ამ მდგომარეობიდან, ქრონიკული დაღლილობიდან, ფსიქოემოციური გამოფიტვიდან და აქაც ოსტეოპათია შეუძლია კარგი ადგილი დაიკავოს. ანუ ოსტეოპათიის ჩვენება არის საკმაოდ ფართო. ძვალსახშოვანი სისტემა, შინაგანი ორგანოები, ფსიქოემოციური აშლილობა, დაღლილობა, სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევები, ოსტეოპათია, რადგან ის თავის თავში უფრო ჰოლისტიკურია, კარგად იცნობს ანატომიას, ფიზიოლოგიას და რეფლექსოლოგიას, მას სადარი არქავს. და ოსტეოპათი კიდევ შეიძლება იყოს კარგი დამხმარე სხვა დარგებთან ერთად. მე ვგულისხმობ გინეკოლოგთან ერთად, ორთოდონტთან, ორთოპედთან, თერაპევტთან ერთად. ამიტომ თუ კი ჩვენი ქართველის ექიმის სპეციალისტები გაითვალისწინებენ, რომ თურმე არსებობს ოსტეოპათია, რომელსაც ძალიან ბევრი რამე შეუძლია აღდგენითი და სარეაბილიტაციო განხრით, მოგმართეთ, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლობთ და დავეხმაროთ ადამიანებს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ კი დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომდევნო პოდკასტში, საინტერესო თემებით, საინტერესო სტუმრებთან ერთად. ნახვამდის.